ეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. გამორიცხულია ნაციონალური მოძრაობა უკვე წლების განმავლობაში ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ნაციონალურ მოძრაობას ესმიან თავს. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციაზე და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ, რომ აი თქვენ ჭირიმეთ 13 წელია ჩვენ კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ აგერ 2 დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ, იმათმა ქვა და ტალახი გვესრონა. არ გამოვა ჯიგრებო ეგრე. ლევან გახარიას გულისხმო. რა არის დასამალი, ვერ გავიგეთ. დღენახევარია ოპოზიციაში და პარლამენტიდან არ გამოდიან. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვა შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი და ერთიანობა ცუდიაო, ეს არ არის მიუღებელია. წადით კითხეს სალომეს ერთიანობაა კარგი თუ კოორდინაცია? თუ იტყვის, რომ კოორდინაციაო კარგად იყოს. ხო და აქვე ბექარი ლუაშვილი გაუშვათ და ერთად დავაკომოთ. ხო, პასუხობს. რა თქმა უნდა, ეს ბექარი ლუაშვილი არის ბოლის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ხაბეიშვილი რაღაცას აბუთბუთდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღესდღეობით ვერ შეგვიწევს. მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ, თავდაცვიდან თავდასხმაში გადავიდნენ თუ პირიქით, ეს აბსოლუტურად ჩვენთვის არ არის საინტერესო. რაღაცას თავის ესე თქვა წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც ერთი პარტიის ჩამოყალიბება, სადაც იქნება პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენლები და იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ხო, ნუ დავიწყოთ დაკომენტება. ჩვენ თქვენ და მე დავაწყოთ. იყო ალბათ ბალიშებით ჩხუბის და კეთფაითი. ხო, აი კეთფაითის და საუს პარკში რომ ერიკ კარტბენი და კაილი ჩხუბობენ ხოლმე ყველაზე სასაცილოდ მაგის კვაზი ვერსია. ორი არაფრის მომცემი და ნულოვანი პოლიტიკური ზონის ადამიანი და უპირისპირდა ერთმანეთს და პარტიული გამოძახილებიც არის ორი პარტია მოდის ერთმანეთს ხელები. მაგრამ მე სხვა შორის ძალიან მომწონს ხაბერო არის ამ ბოლო პერიოდში გაყოჩებული. მე მგონი ეს კრივზე რომ ვარჯიშს ვიდეოებს ვსდებ და იქ დაიჯერა რომ როკი გახდა. და შეეცვალა ეს სიტყვის ეკვილიბრისტიკაც და სხეულისაც. იმიტომ რომ გუშინ უმაგრესი ვიდეო გავუშვით ბევრად მაგარი ვიდრე ეს იყო და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო რაც დაცების იმიდან გვინახავს ბოლო პერიოდში, სადაც თაყვანის ცემის გამოვხატველი არისო, ნაცს რო გიძახებენ. ესე გეძახიანო და ეგრე უნდა მივიღოთ ყველამო რა. თაყვანის ცემის ბიჭო. თაყვანის ცემის პატივია და რაღაცა კი არა.